აზრზე სახე. აი მაგ ცინიკური საუბრის გამო ამას ხაბა თუ არ მოვტეხოთ თორსა გამახინჯოთ იმაში. თა რომელი ფოტო მოიტანე? ეს ხერი მოვქნი უნდა ჩამიხსნას და კვირას რო შეხვდებით, პირველ რაუნდში გიპირებთ გათიშვას. არა, პირველ რაუნდში ცოტა კარგად გიტყავ, ნახევარზე თუ არ გამეთიშო და გამახინჯო გემრიერად. სანამ ამას ამოიღებ, 1-2 ისეს მოხდება, ისეთი მოხდება 1-2. ბლანჟეს გაგაყლევიებ ადგილზე. ნახე პირდაპირ გეუბნები. ბლანჟეს გაგაყლევიებ ადგილზე და პირდაპირ ლილოში გაიხუძებს მო. აგერ პირდაპირ გეუბნები, ლილოში გაგახუძებ პირდაპირ. ქერისის იმედი გაქვს. კანინჩი ვაფშე შანსი ნორი გაქვს. ჩეხაობაში ნორი გაქვს. დისტანციაზე ჩხუბს და მე შენ არ დაგესწრი, ეგრევე შუაში შემოვარ და ესე გარბინებ კრუგებს, მაგრამ სანამ მაინც დაგიჭერ კრუგში. სადაც დაგიჭერ, აი გაქთიშაო და მეორე რაუნდში. პირველ რაუნდში არ გაქთიშა. ყველაზე ხმაურიანი ორთაბრძოლა გამას ისტორიაში. ორგანიზაციის ორი სუპერვარსკვლავი ერთმანეთის პირისპირ. ნიკა ბოიკა ბოკელავაძე უარს არასდროს არავისთან ბრძოლაზე ამბობს. მისი მეტოქე გიორგი ფაციას ჩახსნის შემდეგ 70 კილოგრამის ყოფილი ჩემპიონი და უმარცხებელი ბექა კორტავა იქნება. ორი ნოკაუტერის ჯახი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. როცა დაპირისპირება პრინციპულია, იქ წონითი ლიმიტი არავის აინტერესებს. ბრძოლა, რომელსაც მთელი საქართველო სულ მოუთქმელად ელოდება. განმოვიქ. ეიზი ევიჯი რა. აა, როგორ ხოძე ხარ? იმედი არ გეშენია კვირისთვის და არ ჩამიხსნები. აი, წინა დღეს შეგეხსნე, შაბათს. მაგას ვფიქრობ. კაი. მე ზუსტად. მაგრამ წონისკრება დაწყებული მაქვს. ვემზადები, დიდი იმედი მაქვს თუ არ ჩამიხსნები. მაგარც ემზადები, აი დარბაზთან ვნახე, სასწაულზე მზადები. ვის კითხელში მოვიდა და ახლა აბა კორტა გაგვიმარჯოს. აი, ნუ გეშენია, ნერვიულობ. ნასნერვიულობ. ისე გაგტიშავ. თვალებში რო გიყურებ. კივის ვაფშე არ გაგზნობინებ ისე თვალებში გაგტიშავ. რო გიყურებ, იმენა შიფს ხედავ შენ თვალებში. ვის შენი როგორ ცხოვრებაში არის, ნაჩხუბი კი არა და პრინციპირებული სადაც შემნახეთ ცხოვრებაში. ერთ რაღაცას აი მოკლედ გაგცემ პასუხს. აი რატო ფიქრობ იმას, რომ აი სიტყვაზე მე შენი მეშინია? შენი თუ მეშინია, ერთ კვირაში ჩხუბს რატო ავიღებდი შენთან? შეხენ დავწო დიდი ხანია შემზადები, როგორც ვიცი. ერთი კვირით ადრე კიდე კაი ხანია შენი შენთვის არა, მოდი გეტყვი, ქვე შენთვის მე დიდი ხანი საერთოდ არ მზადები, შენი საერთოდ არანაირი ინტერესი არ მქონდა უბრალოდ რომ დაიწყერო აი ყველა ფოთოლ სპორტსმენს, მას მომტეხავ და ასე შემდეგ და ნუ მსგავსად როგორც თქვი, ბერმა შეიძლება ცუდად გაიგოს, ანუ ცუდი განხრივ ხალხს ვეუნები აქედან რომ ცუდი განხრივ არ უთქვას. ჩისტად სპორტიულ მხრით თქვა, ანუ ხალხმა რომ ცუდად არ გაიგო და ცუდი კომენტარები რო არ წამოვიდეს, ანუ ჩისტად რო თქვა, ანუ ხოლმე ხან სპორტიულად თქვა სპორტსმენებს არ იგზავნა, მაგრამ ხო და მაგდა შენს გამო დავაკონკრეტე მაგის, აი შენ საკეთილ დღეოთ და ნახე, აი პროსტა მაგი რო თქვი, აი მე მინდა რომ განახო, აი ფაციას რაც ვერ გააკეთა და ფაციას რაც უნდა გაეკეთებია, რომ ანუ ვერ შეძლო მაგის გაკეთება შენთან კვირას, აი არანაკლებს დაგმართებ მე შენ. შეგონი რომ ფაციას დონის ფაციაზე მაგარი ხარ? ორჯერ მაგარს დაგანახებ. შანსი მინუსებში გაქვს შენ. აი ორჯერ მაგარს დაგანახებ. შენ ჯობია რამდენიმე დღე დაგჭა? აი რაც შეიძლება ფაციას უნდა ორჯერ მაგარს დაგმართებ. ელაპარაკე ბევრი სანამ დროა. კვირას კარიერა დამთავრდება. პირველად იგებ ნოკაუტის ცხოვრებაში. არ მოდი შეერთი რაღაცა მაინტერესებს კარიერის დამთავრებას რო იძახი. როცა მქონდა 3-0-ზე მქონდა ხო? მე მგონი როცა სლავასთან მიხვედი თუ 2-0-ზე. 3-0-ზე. 3-0-ზე. როცა 3-1 გაგიხდა კარიერა დაგიმთავრა სლავა? აუგებერ კარიერას დაგიმთავრებ. ზუსტი კონკრეტი თუ აინტერესებს. ხო, ანუ კონკრეტულად შენ თუ რაღაცები შეიტყვი ბაზარია. არა, მომისმინე, შემოიხედა ხა, ნახე. მე შენ საერთოდ დღეოდაც კი დავაკონკრეტე ის ფაქტი, რომ იცი რა, ჩისტა სპორტულად თქვა მეთქი და მე თუ რაღაცას ვაკონკრეტებ იმისათვის, რომ ცუდად არ გამოჩნდე შენ, შენს რაღაცა დამიკონკრეტე, რომ კარგად გავიგო რა. წინაზეც TikTok-ში სულ გითხარით, ეხაც ეგეთი პასუხი გამაცემე და მე იცი და ეს უნდა გახსენებოდა ეგეთი რა. ეხა რო გიყურებ, აი როგორი სამშობლო, იცი ხბაკი კანგალებს რა. აი ხა რამდენი კაცი შეხედავდით ამას, პროსტა გადახვიეთ. აი ეგეთი საიდან იგუნებ ეგეთ რაღაცებს არ მაინტერესებს. ესე შტაბშტილება მაქვს. აი ესეთი შტაბშტილება მაქვს მეთქი, თორე ხალხის აზრით აი მოვისმინე. აი ზუსტად ესეთი ცინიკური საუბრებით შენ შესამარე სითხრი კვირას. ჩემი საუბარია ცინიკური. ძალიან ცინიკურად ესაუბრები შენ ძალიან ბევრს. ცინიკური ტონით ესაუბრები შენ ძალიან ბევრს და მაგ ცინიკურ საუბარს და ესე ქედმაღრობას და ვითომ რომ ყველაზე მაგარი ხარ, აი მაგ ფიქრებს კვირას დაგიმთავრებ შენ. არა, რწამი ერთი. აი ესე რომ რაკერაკებ და შენ და ის და მიკროფონებს ვაიღებ და კამერებს შეგირთავებ. ეხა ერწამი ერთ გამავთავრებინე და დაამთავრე. გამაში ყველაზე მაგარი მე ვარ, ვინ იძახდა? მე. მე სამთქვის მა ყველაზე მაგარი მე ვარ მეთქი.
ანუ შენ იყურები ქედმაღლურად. გაგეცი პასუხი? არ ვიყურები. ყველაზე მაგარი გონია თავი ეგერ ხამზად ჩიმაევს ლახავ და კიდე მე ვიყურები ქედმაღლურად. მე არ ვიზახი რომ ყველაზე შეგეკითხოს მაცად ერთ წამს მე ხამზად ჩიმაევი მომერევა. მე ვერ მომერევა მაგას ვიტყვი. შენ გელი ხარ. მომიყვანე და დამივიტკიცე თუ ფიქრობ. მე როგორ ჩამოგიყვანო ახლა ხამზად ჩიმაევი ძმა აქ. მე ვიზეც არ უნდა შემეკითხო ეს მოგირება ეს მოგირება. იასნეთ შემ თავში 1% არ უშვება ვიღაც მე მომერევა. შენ ქედმაღალი ადამიანი ყოფილხარ. ქედმაღლობა შენ მაგას ეძახი? ბიჭო, ხამზად ჩიმაევ შენ რაცხა ცხოვრებაში ნავარჯიშები გაგეცი აგა ნავარჯიშები თითით ძმა. თითით აი ესე აგ ნავარჯიშები. ესე არ ვარჯიშობ, შენ თუ ვარჯიშობ კარგად გააგრძელე. არა ძმა, პროსტა გეუნები. ესე აქ თითით ძმა. შტანგები ამონაწევი ხამზად ჩიმაევ შენ რაცხა ცხოვრებაში გივარჯიშე. მაგის შენ როგორ უნდა ცემო ბიჭო? კაცი სოფლიოზი ყრობს კაცი. მომისვინე ხა და მომთავრებია კიდე ერთ რაღაცას გეტყვი. მე შენ შეკითხვაზე პასუხი გაგეცი. ნახე? ნუ მე პირიქით მინდა რომ ხალხთან ცუდი შთაბეჭდილება შენ არ დატოვო რა. ეს ბუზ მოუქნიე ძმა. დავინახე. შენ არიფი ხო? ხო და ნახე მე პირიქით ის მინდა რომ ხალხთან შენ სუდი შთაბეჭდილება არ დატოვო, იმიტომ რომ კამერებს გარეთ ზედმეტად სხვა ადამიანი ხარ და ეს პაციენტს გითხრა და ნახე აქ რომ მოდიხარ თითქოს და აი ეხა შენ მე გამოყავარ ქედმაღალა და ხალხს უტოვებ ჩემზე შთაბეჭდილება სუდად. მოდი მაშინ პირდაპირ გაუნები. გამაში ყველაზე მაგარი მე ვარ შენი ეძახი და ასე შემდეგ. კი ძმო, მაგ ამბიციებში შემოგავლე და მაგ ამბიციებში გაგიმარჯოს ღმერთმა, მაგრამ ეს მხოლოდ ამბიცია. რომლის გამართლება შენ არ შეგიძლია. რაც შეეხება შემდეგ ფაქტს. გამაში ყველაზე მაგარი მე ვარ შენი ეძახი. და ნახე ჩემგან არასდროს არ წამოსულა სიტყვა რომ გამაში ყველაზე magari მე ვარ. არ ვარ, ყველაზე magari მე არ ვარ. მაგარზე magari არ დაილევა. არც დალეულა და ეს ისეთი ფაქტორია რომ ცხოვრებაში არასდროს magari არ დაილევა. ძლიერზე ძლიერი ყოველთვის გამოჩნდება. როგორც აი შენ ცხოვრებაში მე გამოჩნდი ახლა. შენ ფიქრობ რა რამითი ჩემზე magari ხარ? აი რამით. რავი აი და მაგას შენი რეიტინგი გაძლევს ვიღაცა. რეიტინგი საერთოდ არ მე არა რეიტინგზე საერთოდ არ ვლაპარაკებ ხა მაგარი რითი ხარ? მაცა. გინდ სპორტული გამოცდილებით. კრივში. ვარ თუ არა? მე ვაფშე მაქვს პროფესიონალური კრივის გამოცდილება. ვარ თუ არა? კრივში შენზე გამოცდილი ვარ თუ არა? გამოცდილება შენ თუ სტაჟს ეძახი, სტაჟით ბევრად მეტი ხარ მაგრამ. გამოცდილება ყოფილვარ მეტი რაღაც ვისწრებს, აუ შენ ჩემზე მეტი რითი ხარ? რითი ვარ და სტაჟი თუნდაც. ბევრი ვარჯიშით, მაგრამ შენ იგზე გამოშვება, ჩემთან შედარებით არაფერი არ აქვს. ბევრი ვარჯიშით. ეს უკვე სხვა ფაქტორია, ეს უკვე განახებ რომ ჩემთან შედარებით არაფერი არ აქვს. ეს უკვე სხვა ფაქტორია, მაგრამ შენზე მეტი ესე იგი ყოფილვარ, ხო? შენც იცი ეს შენს თავში უბრალოდ აღიარება არ გინდა. ეხლა არ მითხარი რითი, თუნდაც. სტაჟს ეძახი? თუნდაც. თუნდაც. ხო ყოფილვარ მეტი რაღაც. მაგ სტაჟს გაგინულებ შენ ხო ყოფილვარ რაღაცით მეტი. ყოფილვარ კი. რითი ყოფილა მათ ჩემზე ბევრი ნავარჯიშები გაშ. შენ ისე გეშინია. შენ ისე გეშინია. ჩემში სამი დაგინახე. რო გაიღვიძე და რო დაგირეკა მაესტრო. აიო, ესე ქენი უეჭველი ვაის გავეყარე და ვიშე ვეყარე რა გიwakეთო, რატო ჩამეხსნა ფაცია. უეჭველი ესე იყო. ისტია, ბიჭო, ჩემი შიში სად გინახია? შიში მე შენი ბევრი მინახია. ოჩე, დამთავრებია, მე არ დამთავრებია. და გამთავრებინო, შენი სწავლე ბიჭო, დამთავრება და მოთმინება ბიჭო. ოჩერ გენიშნებოდა, მაგარი ჩუბი და არც ერთი არ ჩაგიტარებია ბიჭო. არ დამიწყო ეხა, მომისმინე. შენ ხო ყველაზე მაგარი გონია შენი თავი. ერთი კვირით ამიღე. ხო ხარ, ეხა მასადა. არ მინდა ბიჭო შენი ეს ჟაობები ერთი წამით. მომისვინე აქ. ხო ხარ ყველაზე მაგარი. კი. აი მომისვინე, ესე იგი ეხა მაგ მე ყველაზე მაგართან ბრძოლა. ერთი კვირით ადრე ავიღე შენთან ბრძოლა. ხო ავიღე ერთი კვირით ადრე შენთან ბრძოლა. აი იმენა რინგზე, რაც ფაციას უნდა გაეკეთებია შენთან. ორიმდეს რო გაგიკეთე. და იმენა მართლა რო დაგადუღებ ადგილზე. აი მერე ხო მოკეტავ. კარგად გაიგე. ბიჭო. ხო და დამადუღებ კი არა, დაგამახინჯებ ცემაში. ბაზარი არა. აბი რა უნდა ამას ვევასები ძმაო იმენა, სახეზე გევასები. სახშია და ჩემი ფოტოა აქ. აქა და სახეზე. აი მაგ ცინიკური საუბრის გამო ამას ხება თუ არ მოვტეხო თუ არ გამახინჯო ცემაში. და რომელი ფოტო მოიტანე? ეს ხელი მოვქნი უნდა ჩამიხსნას და კვირას რო შეხვდებით, პრიორნაუჩი გიპირებდი გათიშვას. არა, პრიორნაუჩი ცოტა კარგად გიტყავ, ნახევარზე თუ არ გამეთიშო და გამახინჯო გემრიერად, ეს ნარცისიზმის მოგეშაროს და აი მეორე რაუნდის ბოლოსკენ უკვე გაგთიშა რომ მობეზრდება შენ ეს ახლა და ყურებ როგორც ახლა მობეზრდება უკვე და კვირამდე ბევრი ილუცია, როცებიც გააძლიერე, ყბაც გააძლიერე და კისერი, იცო ეგრევე თავი არ მოგაწყევით ერთ მოქნევაში, ბიჭო. კარგად მოიმზადე. ხო მე ესე წყნარად იყავი, წყნარად. ეხა იმის დროს თამაშობს, ეხა რომ ნახე როგორი მეშვება. ღმერთო შენ შეუნდა ყველა გაჭირებულს. პარაკეტი და მაგაში ბაგაჟი გიმთავრდება გატყუდა. კვირას რაში მიმთავრდება ბაგაჟი? საუბარში და გიხსნი ერთი და იგივეზე კიდე ერთი და იგივეზე. რა მე ერთი და იგივეზე მიხსნი ბიჭო. ერთი და იგივეზე მელექსები ერთი კვირაა ბიჭო. ერთი მიკროფონში და პარაკეტი მეტი არაფერი იცი. რინგზე ვნახავ ერთი რა შეგიძლია ერთი. ბორომდე ჩამიდე ძალები ერთი ნახო რა შეგიძლია პროსტა არ დამეღარ მეორე მესამეში რაც კი შეგიძლია მთელი ძალა ჩადი მაგ ჩხუბში ვაფშე ხო ხო შენს გასალახა მთელი ძალა არ დამჭირდება მთელი ძალა ვაფშე ვერაფერს ვერ იზო მე გპირდები რინგზე ჯერ ის იმედი გაქვს კანინჩი
ვაფშე შანსი ნური გაქვს. ჩეხაობაში ნური გაქვს. დისტანციაში ხუთ მეშინერ დაგესტი ეგრევე შუაში შემოვარ და ესე გარბინებ კრუგებზე, მაგრამ სანამ მაინც დაგიჭერ კრუგში. სადაც დაგიჭერ აი გაქთიშა. ონტ მეორე რაუნდში. პირველ რაუნდში არ გაქთიშა. რომ მაგრად გცემო. მოდი ერთად. წინასწარ ამაზე ვარჯიში. კლინჩი რო ესე შედიხარ ხალხთან, ხო იცი, ნახე, ცუდად არ ესე რო შედიხარ კლინჩი ხალხთან და მე აქედან რო იქნება კავოის. სანამ ამას წამოიღებ, 1-2 ისეს მოხდება, ისეთი მოხდება 1-2. ბლანჟეს გაგაყლევიებ ადგილზე. ნახე პირდაპირ გეუბნები. ბლანჟეს გაგაყლევიებ ადგილზე და პირდაპირ ლილოში გაიხუძებს მო. აგერ პირდაპირ გეუბნები, ლილოში გაგახვიძებ პირდაპირ. მე კიდე ფოთის ტრამატოლოგიაში გაგახვიძებ პირდაპირ და დაშე იმასაც გეტყვი ტრამატოლოგიაში კუნარობასაც და მაგკაბერებს თუ ჩამოგიღებს სტომატოლოგთან კუნარობასაც მე დაგიფინანსებ ორივეს. ქარცევაძეს კლინიკა დააფინანსე. არა შემდეგ დაგიფინანსებ ეს ტრამატოლოგიური კაბერებს თუ ჩამოგიღებ რომ ჩაგისვან და მე კიდე ტრამატოლოგიური ყაბარო გაგიმთერონ რომ მოგხდება. ფოთის რომელ საავადმყოფოს უნდა შენი დაფინანსება ბიჭო ერთი მითხარ. შენი დაფინანსება რომელ საავადმყოფოს დაფინანსებ მე შენ რა ის ჩემი მკურნალობა უნდა დააფინანსო ბიჭო შენ ხარ სამკურნალო ბიჭო შენ. ვინ გახდება კვირას განახებ შენ კარგად. ო ძალიან კარგად გამოდის ესეთი როჟაობები და ცინიკური საუბარი. რატო ცინიკური? კვირის მერე შენ ვაფშე საუბრის თავი არ გექნება. შენ თუ მაწვნის სუპებზე არ მყავდე ერთი კვირა და წურპაკეთა მაწვენს არ ხურიპავდე განახებ. საჭმელსაც ვეღარ დავიწყავ. ლოკომოკოებს გამოგიგზავნე. ლოკომოკოებს გამოგიგზავნე. ლოკომოკოებს გამოგიგზავნე ლოკომოკოებს. თბილისიდან გაფუჭდება სანამ ჩავიდა. აქ ეს დაცვები კი არა, ამდენი ექიმები დაგვიყენეთ რენგზე რომ მოასწულიერონ ისე უნდა გავთიშო მეორე რაუნდის ბოროში ესა. შენ ვიდეო რო ჩაგიწერეს ხო ის რემობილების. ხო იმას მიხედავ, თავად დავხდება ეგა. ორს აქ დაგიყენე პირდაპირ. გაგზელე და მიდი. მე გაგიგზერებ და გამახინჯებ კვირას აი მაგას აი გამახინჯებ შენ დამახინჯებული ერთ კაცს მიხარ რინგზე რინგზე უმტკნეოდ თიშავ არავინ არ დამიმახინჯები აქამდე პროსტა ეგრე გებიდო თიშავ მაგრამ შენ ჯერ მაგრა გცემ მაგრა გაგალახავ და აი მე გაგთიშავ როცა დავიღრები შენიც ნახე ეს არის პროსტა რაღაცა უაზრო ლაპარაკი ნახე როგორც კი მებრძოლს შანსი აი მოდი შენი აზრენის საუბარი გამაგონია აი აზრენის საუბარს გეუბნები ნახე როცა მებრძოლს შანსი ეძლევა რომ ადამიანი გათიშოს ის მებრძოლი არა რომელიც არ გათიშოს ადამიანს როგორც კი მებრძოლს შანსი ეცემა რომ ადამიანი გათიშოს ყველა გათიშოს მის მოწინააღმდეგეს იმიტომ რომ ჩხუბია რა იცი რომ ორმაგი არ მოხვდება უკან რაც შეეხება შენ ნახევარი ძალით გეჩხუბები ეს ის აქეთ იქით ეს ყველაფერი შენ საუბართან ვაფშე არაფერ შუაში არა იმიტომ რომ როგორც იძახი ნახე ხან ერთი ძახი ხან მეორეს შუაში დავდგები ცენტრში დაგარტყამ გაგთიშავ პირველ რაუნდში ეხა იძახი მე გითხარი პირველ რაუნდში გათიშოს გიპირებდი მეთქი მაგრამ ეხ მეორე რაუნდამდე მაგრა უნდა გცემო და შენი ცემისგან და შენი გალახვითო უკვე სიამონებას მიიღებ შენი გალახვით აი მე უკვე გაგთიშავ ოდი ისე გაგთიშავ პირდაპირ სამოწყობაში ნიშადურები გასხან და ისე გაგაგვიწვა აი მაგ საუბრებით კიდე რაც უფრო მეც გააგრძელებ რაც უფრო მეც საუბარს გამიგრძელებ და ამთავრებინებ რაც უფრო მეც გააგრძელებ შენი საუბრით მით უფრო სამარეს გაიწყი შენ კვირისთვის და უფრო ცუდ ბრძოლას შემოგთავაზებ და უფრო ცუდად გაგთიშავ ამიტომ გიჩვენე ხა ნაკრები ვილაპარაკო ვიღაცებთან რაღაცა გაგშვია და შენ მე არ მიმეთითო რამდენი ვილაპარაკო და რამდენი არა აქვე გეუნები შენ მე არ მიმეთითო მე რამდენი მე სასტრაფოს რეალობის მიუთითებ რომ მე საუბრობთ წაგიყვანო ბიჭო ხო გისმენე ხა რამე ქარცევაძეს წამოყვანა აი მე ვიტყვი ხო კაი უთხარი აი აუცილებლად უთხარი всё ესე იგი თუ მორჩი ახლა მაცადე შენ მე არ მიმეთითო პირველ რიგში კიდე გეუნები რომ მე რამდენი ვილაპარაკო და რამდენი არა იმიტომ რომ რაც ალაპარაკო არა მაგას არ ვლაპარაკო ეხლა რა შეეხება სხვა დანარჩენს კვირას რინგი ხო გვანახებს ყველაფერს აი ვინ გახდება წასაყვანი ვინ გახდება წამოსაყვანი და ასე შემდეგ მაგასაც ვნახავთ და აი შენ ჯანმრთელობას თუ აი ძალიან შენი ჯანმრთელობა კრიტიკულად წავიდა ჩემი ბრძოლის ჰონორარიდან რაღაც წელს გამოვიღებ რო გემკურნალო მაგრამ იცი რა ცოტა ცუდად გამოგდის საუბარი იმიტომ რომ გამას მე მგონი ყავს ესეთი სპონსორები რომ დაგიფინანსებენ მომკურნალობას როცა მე არ დამჭირდება მანაშ შინაუცებად როცა რეამობილი წაგიყვანენ აქამდე და დაფინანსებული იქნება ყველაფერი მაგრამ მეც სახში მოგაკითხავ ხოლმე იოგურტებს მოგიტან და ასე შემდეგ რა როგორც საუბრობ შენ ეგრე რინგზე ჩხუბი შეგეროს დამიჯერ აქამდე ძალიან ბრძოლა ხო და კვირას განახებ მეტი რა გითხრა კაცო დავაი მოდი ჰა შენ ნახავ შენ გასიცხრუთ სახეს ბაზარი არა აჰა ხელს გიწვი მოდი კვირას შევხვდებით კვირას შევხვდებით და როკომოკებს გამოგიგზავნე სამოთფოში thank you